მოგესალმებით, თითოეულ თქვენთან გასულმესი მადლობა იმის, რომ გამოწერილი და ჩემი არხი იმის, რომ ალაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ ნიშნავთ დაგეცნობით მე ვარ კატო. შეგახსენებთ, რომ თვისდა 4 რიცხვამდე, 4-იან დღემდე არის ფასდაკლება სრულ დიაგნოსტიკაზე და შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი წელი, როგორი იქნება, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და როგორ უნდა იმოქმედოთ. რაც შეეხება დღევანდელ გაშლა, მინდა გავაკეთო ესეთი რისი აღიარება უჭირს პარტნიორს, ხო? რა არის ის, რასაც ვერ აღიარებს თქვენთან, ვერ გეუბნებათ. ხო, ნახოთ აბა, ჯერ პირველ რიგში ვინ მოვიდა, რა ურთიერთობა გაქვთ ახლა ამ ეტაპზე? რა ურთიერთობა გაქვთ და შემდეგ უკვე ნახოთ, რას ვერ აღიარებს ეს ადამიანი. რა ურთიერთობაა? ეს არის ურთიერთობა, სადაც ამ ეტაპზე გაქვთ კომუნიკაცია, ეს არ არის წასული პარტნიორის მდგომარეობა, ეს არ არის რაღაცა დაშლილი ურთიერთობა, პირიქით ეს არის აქტიური ურთიერთობა, სადაც ადამიანებს აქვთ კომუნიკაცია, საკმაოდ ჰარმონიული ურთიერთობა შეიძლება გქონდეთ, ესე ვიტყოდი. იმ მხრივ რომ თქვენს მოგწონთ ამ ადამიანის გარემოცვაში ყოფნა და მასაც მოსწონს ашკარად თქვენთან ურთიერთობა, ესე რომ ვთქვათ, რაღაცა ოჯახური ენერგიები გაქვთ ერთმანეთთან, შეიძლება ითქვას, საკმაოდ აქტიური ფაზა გაქვთ, სადაც ურთიერთობა, შეხვედრებიც არის, კომუნიკაცია არის, ხო? ანუ მარტო ესე რაღაცა ისეთი შეხვედრა არ არის, თქვათ, რაღაც ლაითი, ესე რომ ვთქვათ, მსუბუქი ყავის დალევით ან რაღაც ისე არ შემოიფარგლებთ. აქ რაღაცა პასუხისმგებლობების მდგომარეობაც არსებობს, შესაძლებელია თქვენი მხრიდან, შესაძლებელია მისი მხრიდან. ყოველ შემთხვევაში ერთმანეთთან თანადგომის მდგომარეობაც არის აკაშკარად. ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებული არის ძალიან ისეთ ჩამოყალიბებულ კონტექსტში, ხო? ჩამოყალიბებულ სიტუაციაში და მაგრამ არსებობს, ეს არის, მაგრამ როდესაც რაღაც ბოლომდე თითქოს ზუსტად რა კითხვასაც ხვალთ რისი აღიარება უჭირს ადამიანს, ხო? ზუსტად ის რაღაცა არსებობს, შეიძლება ითქვას, სადაც თითქოს რაც არ იცვრის, ხო? ნახეთ, ურთიერთობა გაქვთ, ყველაფერი რიგზეა, მიმოწერაც გაქვთ, სასიამოვნოთაც ხვდებით ერთმანეთს გვერდში უდგახართ, ანუ თქვათ, გინდათ მატერიალურად, გინდათ მორალურად, ხო? ანუ ашკარად ერთმანეთს ავსებთ, მაგრამ არის ერთი მაგრამ. შეიძლება ითქვას, რომ აქ ურთიერთობა უბრალოდ აღარ გადადის სხვა ფაზაზე, ხო? კი, რაღაცა გრძნობთ თავს როგორც ოჯახში, ხო? თქვათ, თქვენთან ხშირად მოდის ოჯახში და სადილობთ ერთად, ხო? აი რაღაცა ის სიმყუდროვე შექმნილი გაქვთ, მაგრამ აი ეს მაგრამ არის ის მდგომარეობა, როდესაც თითქოს აი აქ გაიყინა სიტუაცია, ხო? რაღაცა იმის იქეთ, რომ თქვათ, მოდი უკვე მოვიდა დრო ერთჯერ ქვეშ ვიცხოვროთ, აი ეს რაღაცა მაინც ჯერჯერობით არ არის თქვენს ურთიერთობაში. კარგით, მოდით ნახოთ, რისი აღიარება უჭირს ამ ადამიანს, ხო? თუ ამოიცანეთ, რომ თქვენია ეს სიტუაცია, ნახოთ, რისი აღიარება უჭირს ამ ადამიანს ოჯახი. მე ესე ვიტყოდი, რომ აქ თუ არის ისეთი სიტუაციები, როდესაც თქვათ, თქვენ გაქვთ პასუხისმგებლობები და ჩანს კიდევაც, რომ აქ შეიძლება პასუხისმგებლობების მდგომარეობა გქონდეთ, ხო, თქვენ ზურგს უკან არის შვილები, არის ადამიანები, რომელთაც ეხმარებით, ხო? ადამიანს უჭირს იმის აღიარება, რომ თქვას, რომ ანუ მის მხარეს გაამჟღავნოს ეს, რომ თქვათ, ისეთი ადამიანის გვერდით უნდა ყოფნა, რომელსაც თქვათ, ზურგს უკან ყავს შვილები, რატომღაც ესეთი ინფორმაცია მოდის. უჭირს იმისი აღიარება, რომ აღიაროს, რომ თქვათ, მატერიალური კუთხითაც შეიძლება ვერ მოახერხოს ბოლომდე თქვენი უზრუნველყოფა და ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი იმის, რომ თქვათ, ვერ გადადგას ნაბიჯები. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ადამიანს უნდა თქვენთან ურთიერთობა, უნდა თქვენთან ოჯახური მდგომარეობა, მაგრამ ამას ბოლომდე ვერ აღიარებს. აი ზუსტად იმ ფაქტორების გამო, რომ შეიძლება მერე
თქვათ ვერ დააბალანსოს, ვერ დაიცვას ურთიერთობა ისე როგორც საჭიროა და რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია შეექმნას. ხო, თუ ახლა ადამიანს ყავს თქვათ ოჯახის წევრებთან ეშინია აი ამ რაღაცა გამხელა, ხო? აი ნახეთ როგორი მომენტია არის ხოლმე ესეთი სიტუაცია, როდესაც თქვათ თუ თუნდაც ყავს ყოფილი მეუღლე და თქვათ მასაც ყავს შვილი, უჭირს იმისი თქმა, რომ იცი მე ჩემს ოჯახის შექმნას ვაპირებ, ახალ ურთიერთობას, ახალ ოჯახს და ნუ შესაბამისად მეორე ფლანგზე გადადის პირველი ოჯახი, ხო? გვინდა არ გვინდა ესე, ახლა არავინ არავის არ ივიწყებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იქ სადაც არის უფრო აქტიური ფაზა იქ მიმდინარეობს. ხო, აი ამის აღიარება ეშინია თქვენთან შეიძლება ითქვას, რომ ვერ აკეთებს, ვერ ამხელს თავის ოჯახში, თავის მხარეს, რომ გამოაჩინოს თქვენთან ურთიერთობა. თუმცა იმასაც ამბობს, რომ და ძალიან უჭირს იმის აღიარებას, რომ თქვენ მისთვის რაღაცა ის ადამიანი ხართ, რომელთანაც ძალიან დიდი სიამოვნებით იცხოვრებდა და შექმნიდა ოჯახს, იმიტომ რომ ეხლა ამ დასტაში სამი ოჯახის არკანია, ასე რომ ვთქვათ, სამი ისეთი არკანია, სადაც გვირგვინდება ოჯახით და წარმატებით სამივე მიდევს მაგიდაზე, ესე ვთქვათ, ამ ადამიანს უჭირს იმისი აღიარება, რომ ბოლომდე დარწმუნა, ნახეთ, შეიძლება რაღაც მომენტში თქვენ ეჭვით გეპარებათ, რომ იქნებ ეს ადამიანი საერთოდ არ გზნობს თავს თქვენთან ისე რაღაც ბოლომდე კარგად, ხო, რა იმისთვის რომ თქვათ ოჯახის შექმნა თან რაღაცა ის მსგავსი, მაგრამ არა, ეს ადამიანი ძალიან კარგად გზნობს თქვენთან თავს და მისთვის ნამდვილად ოჯახი ხართ, შეიძლება ესე ითქვას. მაგრამ უბრალოდ აქ ბალანსის დაჭერის მდგომარეობა, როდესაც აი საზოგადოება რა სიტყვის მომენტის მდგომარეობა. ხო, აი აქ უფრო ის მომენტი აქვს, რომ საზოგადოება რა სიტყვის, როგორ იქნება სიტუაციები. ნუ ვიღაცას შეიძლება აქ დედის ფაქტორი ქონდეს, ესე ვთქვათ, რომ ვთქვათ დედამისი რა რეაქცია ექნება, რა გადაწყვეტ, ანუ როგორ შეხვდება ამ სიტუაციას და შემდეგ არ მოხდეს ისეთი მდგომარეობა, რომ ურთიერთობა დაიშალოს. ხო, ამიტომ ცდილობს ეს ადამიანი იმას, რომ ურთიერთობა შეინარჩუნოს, ურთიერთობა გქონდეს თქვენთან ისე როგორც საჭირო არის, ხო, თქვენს გვერდით იყოს, თქვენს გედგათ მხარში, გაძლევდეთ ურთიერთობის ბედნიერების ემოციებს, მაგრამ ძალიან უჭირს იმის აღიარება, რომ არის თქვენს გვერდით. ნუ არ ვიცი ხა რა ხელისშემშლელი ფაქტორები გაქვთ ესეთი, მაგრამ ნუ აშკარად ადამიანისთვის თითქოს ეს ყველაფერი თქვენს ზურგს უკან მყოფი სიტუაცია არის ხელისშემშლელი ფაქტორი იმისთვის, რომ წარმოგადგინოთ თქვათ მის ოჯახში, როგორც მისი მეუღლე, როგორც მისი მომავალი მეუღლე, ხო, თუნდაც აი რაღაცა ეს მომენტები აქვს. კიდევ რისი აღიარება უჭირს? ხო, აქ იმის აღიარება უჭირს, რომ ეშინია თან პლუს მაგას ესე ვიტყოდი, ეშინია იმ მდგომარეობა, რომ რაღაცა ისე არ მოხდეს ამ ყოველფრის გამომჟღავნების შემდეგ თქვენი ურთიერთობა არ დაიშალოს. ხო, ნუ დაიშალოს, ეხა თქვენი მხრიდან და მისი მხრიდან არ არის ეს უბრალოდ მესამე პირების ჩარევის მდგომარეობა არ მოხდეს და არ მოხდეს მერე უკვე რაღაცა აი მესამე პირებიდან გამომდინარე თქვენი ურთიერთობის გაფუჭება, ხო, აი რაღაც ეს მომენტი აქვს. აი ამის აღიარება უჭირს, რომ შეიძლება მოხდეს და მესამე პირებმა თქვენი ურთიერთობის მდგომარეობა გაართულოს და ადამიანმა ვერ შეძლოს საბოლოო ჯამში თქვენთან ყოფნა, ხო? ნუ ეხა შეიძლება ითქვას, რომ მე ვთქვათ ჩაერივნენ და როგორც ხდება ხოლმე გარიგება თუ ვიცი როგორც დავარქვათ შერჩევა კანდიდატურების და ასე შემდეგ, ხო, რაღაცა ეს მომენტი მოდის და ვერ აღიარებს ამას, რომ მას არ აქვს ჯერჯერობით ისეთი
რა ვიცი, დაცვის უნარი შეიძლება თავისი ურთიერთობის და ეშინია, ამიტომ თქვენი დაკარგვაც ხო, აი ამ სიტუაციებიდან გამომდინარე. თუმცა, ძალიან ესეთი მომენტია ხო ადამიანს აშკარად აქვს თქვენთან სურვილი იმის, რომ ოჯახი გქონდეს, აქვს სურვილი იმის, რომ ბედნიერიც იყოს, მაგრამ აი ეს ფაქტორები, რასაც ქვია ოჯახის ფაქტორი და მესამე პირების ფაქტორი, ხო, აქ ვიღაცების ჩარევის მდგომარეობა შესაძლებელია მისთვის ძალიან ისეთი სავალალო შედეგით დამთავრდეს თქვენი ურთიერთობის და აქედან გამომდინარე ეს ადამიანი ვერ აკეთებს რაღაცა მკვეთრ ნაბიჯებს ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადაყვანას. შესაბამისად, იმიტომაც არის ეს და ჩამოკიდებული მდგომარეობაში თქვენი ურთიერთობა, რომ თუ კი ყველაფერი იდეალურად არის, თუ კი ყველაფერი კარგად არის, ადამიანი ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს და მისთვის ოჯახურ იდელიას წარმოადგენთ, ხო? რატო ვეღარ დგავს ნაბიჯს, ხო? რატომ ვეღარ აკეთებს იმას, რომ თქვათ ერთად იცხოვროთ ერთჯერ ქვეშ და ხათო ყოველდღიურად თუ ადამიანი თქვენთან კომუნიკაციაზე და ყოველდღიურად თქვენ გნახულობთ და ცდილობს რომ დაგაბედნიეროთ, ხო, შესაბამისად უკვე გიჩნდებათ ხო, ხა ყველაფერს როცა აკეთებს ადამიანი იმისთვის, რომ თქვენი გრძნოთ თავი ბედნიერად და კარგად, რატომ ვეღარ დგავს იმ ნაბიჯს, რომ ბოლო-ბოლო ერთჯერ ქვეშ იცხოვროთ და თქვათ ყოველ საღამოს არ მიდიოდეს სახლში, ხო, თქვათ თავისთან. აი აქ ზუსტად ეს მომენტი არის, რომ მას აქვს ეს ფაქტორები, მას აქვს ის მომენტი, როდესაც ვერ ახერხებს. ნუ ეხლა ვიღაც ისე შეიძლება ის მომენტიც იყოს, რომ პირდაპირ თვითონ ყავდეს ოჯახი, ხო, აქ უკვე გასაგებია, რომ ყავს ოფიციალური მეუღლე და ნუ კი ძალიან კარგია და თქვენთან ბევრად უფრო ბედნიერად გნობს თავს, მაგრამ ნუ ვერ გადააბიჯებს იმ ყველაფერს და რა თქმა უნდა ვერ გააკეთებს. ნუ აქ მესამე ფაქტორების მდგომარეობას მალავს ეს ადამიანი, რომელიც ხელს შეუშლის თქვენთან ურთიერთობას, თქვენთან სტაბილურობას და თქვენს მომავალს, თუნდაც ესე რა ვთქვათ. მოკლედ აი ესეთი გამოვიდა დღევანდელი გასვლა, რისი აღიარება უჭირს. აღიარება უჭირს, რომ თქვენ მისთვის ბედნიერება ხართ, როგორც ჩანს. მე გისურვებთ ბედნიერებას, მე გისურვებთ, რომ მალე დავაგებული იყოს ეს სიტუაცია, იმიტომ რომ აქ არის ესეთი ორმხრივი სურვილი, ორმხრივი სიამოვნება და კომუნიკაცია და წყურვილი თანაცხოვრების, ასე რომ იმედია მალე მოაგვარებს ადამიანი ამ ყველაფერს. მე კი გისურვებთ თითოეულ თქვენთაგანს ბედნიერებას. დროებით.